ევროპარლამენტის რეზოლუცია და SWIFT-დან ქართული საფინანსო სისტემის გათიშვის ალბათობა საკითხი, რომელიც ბოლო პერიოდის მსჯელობისა და განხილვების საფუძველი გახდა. ეროვნულ ბანკში განმარტავენ, რომ მსოფლიო ბანკთა შორის საფინანსო ტელეკომუნიკაციების საზოგადოებიდან ქართული საფინანსო სისტემის გათიშვა ყოველგვარ აზრს მოკლებულია. ეროვნული ბანკის პოზიციით საქართველოს საბანკო საფინანსო სექტორი განუხრელად იცავს როგორც ქართულ კანონმდებლობას, ასევე საერთაშორისო სანქციების რეჟიმებს. რამდენად რეალური საფუძველია SWIFT-დან ქართული საფინანსო სისტემის გათიშვის და რას მოუტანს მომხმარებელს და ქართულ ეკონომიკას ქართული საბანკო სექტორში დაწყებული მოლაპარაკებები მსხვილ გარიგებასთან დაკავშირებით სტუმართან გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის პრორექტორთან ვახტანგ ჭარაიასთან ერთად ვისაუბრეთ. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა გაცემაში სტუმრობისთვის. ორი ძალიან მნიშვნელოვანი თემაა, დავიწყოთ SWIFT-ის ნაწილით. ძალიან შემაშფოთებელი ფორმულირება თვითონ ამაზე საუბარიც კი და ამის გაცხადება, რომ შეიძლება SWIFT-დან ქართული საფინანსო სექტორი ჩაიხსნას, თუმცა ეროვნული ბანკი აცხადებს, რომ არანაირი საფუძველი ამისი არ შეიძლება იყოს და ევროპარლამენტის რეზოლუციაში და ევროპარლამენტარების მხრიდან გამოთქმული ეს მოსაზრება მხოლოდ მათი პირადი მოსაზრება დარჩება და ამას რეალური გაგრძელება ყოველთვის დიდი იმედი გვაქვს ყველას, რომ ამას რეალური გაგრძელება არ მიეცემა. თუმცა თვითონ ამ საკითხზე საუბარი რამდენად შეიძლება პრობლემური აღმოჩნდეს თვითონ საფინანსო სექტორისა და საბანკო სექტორისთვის. დიახ, იმიჯის თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, ნებისმიერი მსგავსი განცხადება ავნებს და აზიანებს საქართველოს, მაგრამ რეალობას თვალი რო გაუსწოროთ, არავით არის საფუძველი იმისა, რომ საქართველოს SWIFT-დან გაითიშოს ან რომელიმე მისი ბანკი გაითიშოს SWIFT-დან, ამისი არავით არის წინაპირობა არ არსებობს. თუმცა არის სხვადასხვა მიზეზები, რის გამოც შეიძლება ეს მოხდეს და შემიძლია რამდენიმე გითხრათ, მაგალითად ეს სხვადასხვა დროს მომხდარა სამხედრო აგრესიის შემთხვევაში, მაგალითად რუსეთის რამდენიმე მსხვილი ბანკი გაითიშა, არა მთლიანად საბანკო სისტემა, არამედ რამდენიმე ბანკი გაითიშა რუსეთის უკრაინაზე განხორციელებული სამხედრო მოქმედების შედეგად. სწორედ ეს არის საინტერესო, რომ რუსეთის უკრაინის შეჭრის შემდეგაც კი სრულად საბანკო სისტემის გაჩვენაზე არანაირი საუბარი არ ყოფილა, მხოლოდ ცალკეული ბანკების შახსნა მოხდა. მან თავისებური როლი ითამაშა წამყვანმა ევროპულმა ქვეყნებმა, მაგალითად გერმანიამ, იმის თვის, რომ მას რუსეთიდან ქონოდა გაზის მიღების შესაძლებლობა და ანგარიშწორების შესაძლებლობა, მას ჭირდებოდა, რომ SWIFT-ი ქონოდა რუსეთთან ურთიერთობაში და შესაბამისად, მსგავსმა პოლიტიკურმა საკითხებმა გადაწონა. ერთი არის, რომ ქვეყანამ ჩაიდინა ბარბაროსული აქტი, თუმცა ევროკავშირს როდესაც სათავისოდ ჭირდება და მაგალითად გერმანიას რო ჭირდება სათავისოდ რუსეთი რომ იყოს SWIFT-ში, ის ინარჩუნებს რუსეთის ბევრ ბანკს SWIFT-ში, რათა ეს ანგარიშწორება მოახდინოს. შესაბამისად, აი გარკვეულ ორმაგ სტანდარტებთან გვაქვს მიდგომა, მაგალითად ირანი თავის დროზე, ჩრდილო კორეა, ესეთი ქვეყნები დემოკრატიის უკუსვლის გამო და სხვა მიზეზების გამო იყვნენ გათიშულები. ზოგადად არის როგორც ობიექტური მიზეზი, რაც შეიძლება იყოს ფინანსური სექტორის გაუმჭვირვალობა და გარკვეული კრიმინალური აქტიურობები, ფულის გათეთრება, მაგალითად, ეს შეიძლება მიზეზი იყოს SWIFT-დან გათიშვის. აგრეთვე, რა თქმა უნდა, რადგანაც ეს არის ევროკავშირის მიერ მართული ორგანიზაცია და სათავო ოფისი ბრიუსელში აქვს, ევროკავშირის ზეგავლენაც SWIFT-ზე როგორც ასზე ორგანიზაციაზე დიდია და შესაბამისად პოლიტიკურ დონეზეც კი წყდება ამა თუ იმ ქვეყნის ან მისი საფინანსო სექტორის ცალკეული წარმომადგენლის SWIFT-დან გათიშვა თუ არ გათიშვა. შესაბამისად შეუძლებელი ეს ნამდვილად არ არის, არც იმას ვიტყვი, რომ გამორიცხულია, რომ მსგავსი რამ მოხდეს, მაგრამ საფუძველი ამას ნამდვილად არავითარი არ აქვს, იმის ფონზე განსაკუთრებით, რომ საქართველოს არავითარი დაუშვათ საერთაშორისო სანქციებში არ მონაწილეობა, ან მათი დარღვევა არ უფიქსირდება საბანკო სისტემის და საფინანსო სისტემის გაუმჭვირვალობა. შეიძლება გარკვეული კამათი იყოს და დავა იყოს, რომ დემოკრატიის უკუსვლა, თუმცა ესეც გააჩნია, როგორ შევხედავთ, უამრავი საერთაშორისო ორგანიზაცია პირიქით კარგ შეფასებებს აძლევს საქართველოს, თუნდაც იგივე კორუფციასთან ბრძოლის, სახელმწიფო ინსტიტუტების განვითარების, მედიის თავისუფლების თუ ასე შემდეგ ბევრი მიმართულებით. არის ორგანიზაციები, რომლებიც ცუდ შეფასებასაც აძლევენ და გაუარესებულ შეფასებებსაც უკეთებენ საქართველოს, მაგრამ მთლიანობაში ისეთი რამ რომ ხდებოდეს საქართველოში, რომ აი ძალსახად ყველა თანხმდება, რომ დემოკრატიის უკუსვლა და ქვეყანა ცდილობს
სანქციების გვერდის ავლას, ესეთი რაღაცა არ ხდება. ყოველთვის საჯარო განცხადებების იქით, რომელიც ცალკეული პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლები, რომელსაც აკეთებდნენ ცალკეული პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლები რაღაც გარკვეული პერიოდის წინ, მას შემდგომ ამ თემაზე საუბარი შეწყდა და თითქოს ეს თემა აღარ იყო აქტუალური, რომ დაუშვათ ვინმე საქართველოსთან არ ღვევს საერთაშორისოდ მიღებულ სანქციებს, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ არის დაწესებული და ეს ევროპარლამენტის რეზოლუცია ამ მხრივ არის გამორჩეული დაუშვათ წინა მისი რეზოლუციებისგან განსხვავებით, რომ ეს თემა კვლავაც დაბრუნდა ამ დღის წესრიგში. ასე მე ძალიან მოკლედ რომ შევაფასე ევროპარლამენტის უკანასკნელი რეზოლუცია საქართველოსთან მიმართებაში რბილად რო ვთქვათ ცოტა გაუგებარია ჩემთვის იქ ჩაწერილი ბევრი მიმართულებით უბრალოდ არ მინდა ესე ვთქვათ დეტალებში შესვლა მაგრამ ძალიან პოლიტიკური კონტექსტების გათვალისწინებით კი ბატონო ანუ სრულიად ჩვენ საუბრის თემა არ არის ეს ბუნებრივია თუმცა იქ არის დეტალები რომლებიც ძალიან კითხვებს აჩენს რა საიდან შეიძლება ასე ჩანაწერები გაჩნდეს კი თუმცა იმასაც დავამატებ რომ ერთი არის რომ საქართველოს და უშუალოდ შეაშინო და აღაშანტაჟო სიტყვაზე რომ მსგავსი რაღაცით იმისთვის რომ რაღაცა და უშუალოდ საქართველოს გააკეთოს სხვანაირად ვიდრე აკეთებს ევროკავშირის გადმოსახედიდან მაგრამ SWIFT-დან საქართველოს გათიშვა ბევრ ევროპულ კომპანიასაც შეუქმნის პრობლემას იმიტომ რომ აქ საკმაოდ დიდი დოზით არიან ევროპული კომპანიები წარმოდგენილები საქართველოს გარკვეული დოზით საერთაშორისო მოთამაშე ცალკე ესეთი ძლიერი თუ არა ყოველ შემთხვევაში საერთაშორისო პროცესებში აქტიურად ჩართული მოთამაშეა იგივე დაუშვა ტრანზიტის თვალსაზრისით საქართველოს ევროკავშირის ერთ-ერთი უალტერნატივო დივერსიფიცირების კორიდორია შესაბამისად ევროკავშირმა თვითონ უნდა თქვას ბევრ რაღაცაზე უარი რაც არ არის რა თქმა უნდა გამორიცხული არასდროს მაგრამ ყოველ შემთხვევაში პრაგმატულად რო შევხედოთ არც საფუძველი არსებობს ამისი ხოლო ის შედეგები რომელიც დადგება არა მარტო საქართველოსთვის იქნება SWIFT-დან გათიშვის შემთხვევაში უარყოფითი არამედ თავად ევროკავშირისთვისაც მისი დივერსიფიცირებული მომარაგებისთვის და აგრეთვე მათივე კომპანიების გამართული ფუნქციონირება. თქვენ რადგან ევროპარლამენტის რეზოლუცია შევახეთ, სწორედ ამ რეზოლუციის განხილვის პროცესში ევროკომისარმა თქვა ასეთი ფორმულირება, რომ საქართველოს კი მიდის უკუსლა აქვს დემოკრატიის კუთხით, მაგრამ ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ საქართველოსთან ურთიერთობა შავი ზღვის ფაქტორის გათვალისწინებით და იმ მდგომარეობის გათვალისწინებით, რომელიც ამ ქვეყანას ამ რეგიონში აქვს, ანუ იმ ეკონომიკური სარგებლის თუ იმ ეკონომიკური მნიშვნელობის დაკარგვა რეალურად არავის არ სურს და ამ მიმართულებით ყველა აღიარებს რომ სწორედ ის თემა რომელზეც ახლა თქვენ საუბრობთ შუა დერეფანი პრაქტიკულად უალტერნატივო მარშრუტად იქცა ამ ბოლო პერიოდში შექმნილი განსაკუთრებით ირან-ისრაელის საომარი მოქმედებების შემდგომ კიდევ უფრო მეტად დიდი მნიშვნელობა შეიძინა და ფოტოსპორტის ხელმძღვანელი იყო ცოტა ხნის წინ ამ ეთერში და თქვა რომ წარმოუდგენელი მასშტაბით არის ტვირთების რაოდენობა გაზრდილი რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს რომ ეს დერეფანი უკვე ძალიან აქტიურად მუშაობს. რა თქმა უნდა და ის კიდევ უფრო მეტად დაიტვირთება იმედი გვაქვს ანაკლიის სპორტიც ამუშავდება და კიდევ უფრო მეტ მასშტაბებს შეიძენს საქართველოზე გამავალი კორიდორი რაც საქართველოს რა თქმა უნდა გარკვეულ სარგებელს აძლევს ტრანზიტიდან მიღებული შემოსავლების სახით მაგრამ უპირველეს ყოვლისა ისევ და ისევ ევროკავშირისთვის არის მათივე მომარაგების დივერსიფიცირებისთვის არის შესაბამისად ბევრი რამე მოუწევს ბევრ რამეზე მოუწევს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს და ლიდერებს რომ დაფიქრდნენ იმიტომ რომ ერთია რომ ამით შეიძლება საქართველოს მნიშვნელოვნად დააზარალონ და შეიძლება უნდოდეთ საქართველოს დასჯაც ესე რომ ვთქვათ მაგრამ საქართველოს დასჯა არ იქნება მარტო საქართველოს დასჯა ეს იქნება ისევ ევროპული კომპანიებისვე მათი ინტერესებისვე და გლობალურადაც ეხა საქართველოს ჩემი გადმოსახედიდან ყოველ შემთხვევაში საფინანსო ეკონომიკურ კონტექსტში რო შევხედოთ არ დაუშავებია ისეთი არაფერი რომ SWIFT-დან გათიშვას იმსახურებდეს რაც უკიდურესი რამ არის შეიძლება დაასაჯო ესათვის ქვეყანა გარკვეული ფინანსური გაუმჯობესება იმის გამო რომ პირობითად ხელისუფლების რაიმე კონკრეტული ქმედება შენც მეუღებელია და იმედი ვიქონიეთ რომ მსგავსი რამ არ მოხდება იმიტომ რომ საქართველოს საფინანსო სექტორს რა და საბანკო სექტორს ამ მიმართულებით რაიმე ისეთი ნაბიჯი არ გადაუდგამს რომ დაუშვათ მას ვიმსახურებდეთ ჩვენ საქართველოს მოქალაქეებს ასაც დავამატებ რომ წამყვანი ქართული ბანკები ისევ და ისევ დასავლელების მფლობელობაშია დიდი დოზი და შესაბამისად მათივე შემოსავლების დაიკლებს და მათივე
გარკვეული დოზით კონტროლქვეშ ყოფი ბანკები დაზარალდება. შესაბამისად ეს არ არის მარტო ქართული პრობლემა, ეს გლობალური პრობლემა გახდება და იმედი მაქვს და დარწმუნებულიც ვარ, რომ ეს ასე არ მოხდება. ყოველ შემთხვევაში რა ვიცი, იმედი მაქვს, რომ ეს ასე არ მოხდება. კი ბატონო, და კიდევ ერთ თემა, რომელსაც აუცილებლად მინდა შევეხო ჩვენი საუბრის განმავლობაში, ერთი ძალიან დიდი მსხვილი მოთამაშე ჩნდება ბაზარზე. უკვე ოფიციალურად ეროვნულ ბანკმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბაზის ბანკი ყიდულობს ლიბერტს, აქამდე ყველა ბუნებრივია ვიცოდით ეს ინფორმაცია, რომ მათ შორის მიდიოდა მოლაპარაკებები, თუმცა ეროვნულ ბანკმა დაიწყო საკითხის შესწავლა. და ნათია თურნავა, როდესაც იმყოფებოდა ჩვენთან გადაცემაში, მან თქვა, რომ რეალურად თითქოს პირველი ორ ადგილზე არსებული ბანკი, რომელიც ერთმანეთ ყველაზე მსხვილი ბანკებია საქართველოს და TBC, გაჩნდება მესამე მსხვილი მოთამაშე, თუმცა მისი წილი მაინც არ იქნება დაუშვათ ისეთი მაღალი, როგორიც არის პირობითად პირველი ორის, მაგრამ რეალურად კონკურენციის კუთხით შექმნის ძალიან კარგ, კიდევ უფრო კარგ და ჯანსაღ პირობებს. ფიქრობ თუ არა, რომ ამ ტიპის შერწყმა რეალურად ჩემთვის, თქვენთვის, მომხმარებლებისთვის, ჩვენი მაყურებლისთვის, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის, იქნება სასესხო პროდუქტი თუ სხვა ტიპის პროდუქტი ამ მიმართებაში ბევრად მოქნილს, ბევრად კონკურენტულს და ბევრად სხვა ტიპის შეთავაზებების რესურსს გააჩენს. დიახ, რა თქმა უნდა, ჩვენი საბანკო სექტორის მთლიანი აქტივები დღეისთვის დაახლოებით 100 მილიარდ დოლარს, არაბოდიში 100 მილიარდ ლარს შეადგენს. საიდანაც დაახლოებით 40% საქართველოს ბანკს უჭერავს, დაახლოებით 35% TBC ბანკს უჭერავს და მესამე მოთამაშე თუ გამოჩნდება დაახლოებით 10%-იანი წილით, დაახლოებით 5 და დაახლოებით 6 და 4% ფლობდნენ ბაზის ბანკი და ლიბერტი ბანკი ბაზარზე. 10%-ით კიდევ ერთი შედარებით ძლიერი ბანკი გაჩნდება, რომელსაც ექნება შესაძლებლობა, რა თქმა უნდა, უკეთესი სერვისების შესთავაზოს, უფრო მოქნილი პროდუქტების შესთავაზოს თავის კლიენტებს, რა თქმა უნდა, პირველ ეტაპზე ორი ბანკის შერწყმა ყოველთვის პრობლემურია და შეიძლება მომხმარებლებისთვისაც გარკვეულ სირთულეებს უკავშირდებოდეს, მაგრამ მთლიანობაში საბანკო სექტორისთვის ვიტყოდი, რომ ეს რა თქმა უნდა წინ გადადგმული ნაბიჯია, იმიტომ რომ გააუმჯობესებს კონკურენციას. ბოლო პერიოდში თითქოს რჩება შთაბეჭდილება, რომ კონკურენტული აღარ არის ეს მიუხედავად საკმაოდ ორათეულამდე ბანკია წარმოდგენილი, ხო, საქართველოს საბანკო სივრცეში თითქოს კონკურენცია დაიკარგა ბანკებს შორის. დიახ, ნამდვილად ესე არის. ფაქტობრივად ყველას ერთი და იგივე პროდუქტები და იმ პროდუქტებზე ერთი და იგივე ფასები აქვს. აქ უკვე რაიმე განსხვავებული შეთავაზებაც არ არის საუბარი. ყველაფერი არის სტანდარტიზირებულად ერთი და იგივე, ესე ვთქვათ, პირობებით ფაქტობრივად ყველა ბანკში. არსებობს, რა თქმა უნდა, იქ შესაძლებლობა ერთი ბანკიდან ბანკთან შედარებით მეორეში ცოტა გარკვეული უპირატესობა მოიპოვა, მაგრამ მთლიანობაში მაინც ვიტყოდი, რომ კონკურენცია მოიკოჭლებს საფინანსო სექტორში დღეის მდგომარეობით, ანუ ამ შემთხვევაში საბანკო სექტორში, რადგანაც ის დომინანტურია და ვიტყოდი, რომ კიდევ ერთი შედარებით ძლიერი ბანკის გამოჩენა ნამდვილად ხელს არაფერში არ შეგვიშლის, თუ არ შეგვიწყობს და თან იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ ბაზის ბანკის ინვესტორები ჩინური დონორები არიან, ესე ვთქვათ, საჭიროების შემთხვევაში და ამ ბანკის წარმატების შემთხვევაში დარწმუნებული ვარ, ჩინური მხარე კიდევ უფრო მეტ ინვესტიციას განახორციელებს და შეიძლება მთლიანი აქტივებიც ამ ბანკის უფრო შთამბეჭდავი გახდეს, ვიდრე დღეს არის. უბრალოდ ეს პროცესი არის, რომელიც უნდა გაიაროს. თავის დროზე ბაზის ბანკმა გაიარა, ეხლა ლიბერტი ბანკთან ერთად გადის და შემდგომში თუ იქნება მესამე მსხვილი ბანკი საქართველოში, ნამდვილად წაგვადგება და არაფერს ხელს არ შეგვიშლის, ისევ და ისევ იმ შემთხვევაში, თუ ეს სამი ბანკი რაღაცნაირად შეიძლება ეხლა მაინც და მაინც რაღაც დადანაშაულებას არ ვაკეთებდი და არც მინდა ვინმე დავადანაშაულ, მაგრამ თუ პირს არ შეკრავს, ესე ვთქვათ და ისევ ორის მაგივრად სამი ბანკი არ იქნება ერთი და იგივე საქმის მკეთებელი და ერთი და იგივე ფასებში და უშუალოდ ყველაფრის მიმწოდებელი, იმეც ვიტოვებ, რომ ეს ასე არ იქნება და რომ ისინი გარკვეულ კონკურენციაში შევლენ ერთმანეთთან, იმიტომ რომ ქართული ბაზარი ძალიან სწრაფად ვზარდია, ძალიან კარგი რესურსია ქართული ბაზარი იმისთვის, რომ ბანკები განვითარდნენ, მეტი შემოსავალი მიიღონ, მეტი თავის მხრივ აქტიურობა განახორციელონ ბაზარზე და შესაბამისად აი ამ აქტიური ნაბიჯებით მათ უფრო მეტი მიღება შეუძლიათ, ვიდრე გაერთიანებით, ბჭყალებში გაერთიანებით და ერთიანი
პირით მომხმარებლისადმი მიდგომის. თქვენი კოლეგების ნაწილი მიიჩნევს და ალბათ ეს ასე არის, რომ დღეს საბანკო სექტორში ოლიგოპოლია გვაქვს რეალურად სახეზე, იმიტომ რომ ორი წამყვანი ბანკია რეალურად დომინანტი ამ მიმართულებით. თვითონ ამ ასეთი მოცემულობა რეალურად არის თუ არა პრობლემის შემქმნელი თითოეული ჩვენგანისთვის, ანუ მომხმარებლებისთვის, ხო? იმიტომ რომ რეალურად რაც არ უნდა გლობალურად დაუშვათ ჯანსაღი სიტუაცია იყოს საპროცესო განაკვეთებთან მიმართებაში, ანუ რესურსები იძლეოდეს საშუალებას, თითქოს აქ არ ხდება ისეთი დოზით საპროცესო განაკვეთების შემცირება, რაღაც ერთი პერიოდი იყო ამის ტენდენცია, ეხლა გაჩერებულია. გასაგებია რომ გლობალურად თუ შიდა ბაზარზე არ არის მაინც და მაინც სტაბილური მდგომარეობა ამ ნაწილში, თუმცა რეალურად ეს თემა თითქოს გაიყინა და თითქოს მოკვდა. კი, სამწუხაროდ ასეა. თუმცა თუ შევხედავთ კომერციული ბანკების ზრდის დინამიკას, ნებისმიერ წელს ეკონომიკურ ზრდას უსწრებს საბანკო სექტორის ზრდის ტემპი. შესაბამისად, ესეც პარადოქსულია, რომ როგორ შეიძლება საფინანსო სექტორი არაერთი და ორი და ხუთი, არამედ ათეულობით წლების განმავლობაში უსწრებდეს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელს თლიანი ქვეყნის. გარკვეული ახსნები ამას რა თქმა უნდა აქვს, მაგრამ ხშირ შემთხვევაში სწორედ და უმთავრესი ახსნა ზუსტად რომ ის გადაჭარბებული მაღალი საპროცენტო განაკვეთებია. მოგებები, რომელიც კომერციულ ბანკებს აქვს საქართველოში, არავინ ესე ვთქვათ, მათ წინააღმდეგ ამის გამო არ გამოდის, მაგრამ ფაქტია, რომ მაღალია და თუ შევხედავთ სხვადასხვა პარამეტრებით საბანკო მოგების თუ მაჩვენებლებს, რომლითაც დარდება საბანკო სექტორის მომგებიანობა, საქართველო ერთ-ერთი მოწინავეა ამ კუთხით, რაც ერთი მხრივ კარგია, რომ კარგად ვითარდება და სწრაფად ვითარდება საბანკო სექტორი, თუმცა მეორე მხრივ ეს გადადის მომხმარებლების ზურგზე, შესაბამისად ამ კუთხით არის. ამიტომაც კიდევ უფრო უცნაური იყო ის რეზოლუციაში SWIFT-ის წილის ჩაწერა, იმიტომ რომ ასეთი გამართული და ასეთი ორგანიზებული საბანკო სექტორი ალბათ ბევრ შეიძლება არ ქონდეს. ნამდვილად, თუ შევხედავთ, შეიძლება მთელი ჩვენი საფინანსო სექტორის ხელა ერთი ბანკი ქონდეს, რომელიმე ქვეყანას, მაგრამ თუ ჩვენ შევხედავთ დინამიკაში და თუ შევხედავთ ზრდის ტემპით და თუნდაც სიჯანსაღით და ყოველწლიური მოქმედებებით, რა თქმა უნდა, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ასეთი გამართული საბანკო სექტორი შეიძლება ბევრ წამყვან ევროპულ ქვეყანასაც არ ქონდეს. ამიტომ კიდევ უფრო მეტად გასაკვირია მართლაც ის ჩანაწერი. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის. ვნახოთ როგორი იქნება ეროვნული ბანკის გადაწყობა პრინციპში ალბათ გასაგებია რომ დადებითი იქნება, თუმცა ბუნებრივია საკითხის შესწავლის შემდგომ და იმედი ვიქონიეთ რომ SWIFT-ის თემა მეტჯერ აღარ გააქტიურდება, იმიტომ რომ ეს თვითონ ჩვენგანს აზარალებს ქვეყნის იმიჯს და მთლიან საფინანსო სისტემას, რაც ქვეყნის ეკონომიკაში ძალიან მძიმედ შეიძლება შეუბრუნდეს. ვახტანგ ჭარაია იყო ბიზნეს პარტნიორის პირდაპირ ეთერის სტუმარი.